შებერეთ ტაში და დავიწყეთ. გამარჯობა მეგობრებო, Ground and Pound Georgia's პოდკასტი დაბრუნდა მე-14 ეპიზოდით. UFC-სთან ერთად წინა კვირაში ჩვენც შევისვენეთ ერთი კვირა და დავბრუნდით ნეშვილის ქარდით. როგორც ხედავთ, მარტოზე ვარ, ვადო პირადი მიზეზების გამო დღეს პოდკასტს ვერ ესწრებო, თუმცა პორიეს გაცილებაზე აქ იქნება რა. რაც შეეხება ახლა ჩვენს ქარდის განხილვას ამ დავიწყებ, ერთი მინდა გითხრათ, რომ თუ გინდათ რომ აი თქვენს ახლობელს ვიმეს დააწყებინოთ მოკლედ ყურება MMA-ის საუკეთესო ქარდი არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ ალბათ ძალიან ბევრი ფინიში იქნება. ყოველ შემთხვევაში მე ეგრე მგონია, რომ ძალიან ბევრი ფინიში იქნება ამ ქარდზე, როგორც პრელიმინარიზე, ისე მეინ ქარდზე და რამოდენიმე ბრძოლა მოკლედ მეინიდანაც ავარჩიე, პრელიმინარიდანაც, რომელიც მგონია, რომ ასე თუ ისე ბენგერი იქნება, წესით ყველა უნდა იყოს ეგეთი დაგნარი და ასე შემდეგ. თუმცა მაინც ისეთი რა გამორჩეული და დავიწყოთ მოკლედ, იმიტომ რომ მე ნიუსებზეც რაღაც ასე თუ ისე დაგროვდა და სალაპარაკო გვაქვს. ხო, პირველი რაც ავარჩიე პრელიმინარი ქარდიდან არის ჯეიკ მეთიუსი ჩიდინ ჯოკუანის წინააღმდეგ და რატო ეხა ეს ბრძოლა რა? ჯოკუანი არის ადამიანი, რომლის მოგებაც, აი როდესაც ძალიან დიდი ანდერდოგი იყო, ну ძალიან დიდი არა, ეხა ბონიკალივით, ბონიკალის მოწინააღმდეგეები როგორც იყვნენ, ანდერდოგები ეგეთი არ ყოფილა, თუმცა ერთ-ერთი მოკლედ პოდკასტების ჩაწერა რომ დავიწყეთ, ჯოკუანის მოგება ვიწინასწარმეტყველეთ ერთ-ერთ პოდკასტში და ძალიან ისეთ საინტერესო მებრძოლი არის რა. ჩიდინ ჯოკუანიზე რო ვთქვათ, იყო საშუალო წონაში, გამოდიოდა აი ესე თუ ისე კარგად რა. ხან იგებდა, ხან აგებდა, უფრო აგებდა ხოლმე რა, იმიტომ რომ იქაც დიდი იყო ტანით. თუმცა ის განსხვავება იყო, რომ მისი მოწინააღმდეგეებიც არ იყვნენ მთლად პატარები რა და ამ სიდიდის უპირატესობას დიდად ვერ იყენებდა. თუმცა საშუალო წონიდან ჩიდინ ჯოკუანი ჩამოვიდა ქვესაშუალო წონაში და არის უკვე საკმაოდ კარგ მოგებების სერიაზე. თუ არ ვცდები, ორი არის, ორ მოგებიან სერიაზე არის, ბოლოს ელიზეუს ალესკის მოუგო ტექნიკური ნოკაუტით ძალიან მაგრად და ახლა ხდება ჯეიკ მეთიუსი. ჯეიკ მეთიუსი არის საკმაოდ კარგი მებრძოლი, დგომიც ნორმალური აქვს, უფრო მგონია რომ მისი გეგმა იქნება ჩიდის წინააღმდეგ, რომ გრეპლინგი აურიოს, MMA-ის თამაში შესთავაზოს, ასე ვთქვათ, ჯოკუანის და მოკლედ უფრო ვფიქრობ, რომ თუ მოიგებს, გადაწყვეტილებით მოიგებს რა. უბრალოდ მგონია ძალიან გაუჭირდება, იმიტომ რომ ჯოკუანი, როგორც უკვე ვთქვით, არის ძალიან დიდი დარტყმის ძალა აქვს, საოცრად, არ ვიცი, ძალიან ძლიერი ხელები აქვს და ისეთი ათლეტური ტიპი არის რა. და ამიტომ მგონია, რომ ხო, კიდე რაც მთავარი არის ქვესაშუალო წონაში, ну, მიდლში ხო გიგანტი იყო, აქ საერთოდ გიგანტი არის და წოდომში აქვს უპირატესობა ძალიან დიდი რა. ამიტომ ჩიდის გამარჯვებას ვფიქრობ მე ტექნიკური ნოკაუტით, მგონია რომ ძალიან კარგი და სანახაობრივი ჩხუბი იქნება რა. სხვაებიც აქამდე ხა კენედინზე ჩხუბობს, უბრალოდ დიდ აღარ ჩავეძიები ჯონი ვოკერის ძმასთან, ვალტერ ვოკერთან. და მოკლედ ისეთი ჩხუბებია, რომ ფინიშები ძალიან ისე მრავალ უნდა იყოს. რა თან ეშულში უყვართ ეგეთი ქარდები, სპეციალურად არის ჩატანილი. ეგეთი ხალხი არიან რა ზოგადად, რომ აი ეს დაგნარი, გათიშვები და ასე შემდეგ მაგრად ევასებათ და მოკლედ ამ ბრძოლაში ჩიდის გამარჯვებას ვფიქრობ რა. შემდეგი პრელიმინარი ქარდის თავარი ბრძოლა არის მაქს გრიფინი კრის კურტის წინააღმდეგ. როგორც ჩიდიზე ვთქვით, კრის კურტისიც ქვესაშუალო წონაში არის ჩამოსული middleweight-დან და განსხვავებით ჩიდისგან, კრის კურტისი საკმაოდ პატარა იყო საშუალო წონაში, იმავოსაც რომ შეხვდა, იქაც ძალიან აი დიდი განსხვავება იყო გაბარიტებს შორის. თუმცა კრის კურტისი იქაც დარტყმის ძალით გამოირჩეოდა. ერთს სუფთას თუ გაატარებდა, მორჩენილი იყო, აძინებდა, ბევრი დაუძინებია და ასე შემდეგ. კრის კურტის არასდროს არ უჩხუბია ქვესაშუალო წონაში UFC-ში, UFC-მდე ბელალ მუჰამედთან აქ ნაჩხუბარი UFC-ს გარეთ და მოკლედ ასე თქვა დებიუტი არის UFC-ში. ხდება მაქს გრიფინს, ისეთი არის კომფორტული მეტოქი არის ჩემი აზრით კრის კურტისისთვის და მგონია რომ ან ნოკაუტით მოიგებს კრის კურტისი, ან გადაწყვეტილებით უფრო გადაწყვეტილებას ვფიქრობ რა. და მგონია რომ სამრაუნდიან ბრძოლაში ისე დაჯაბნის დიდი ალბათობით 30-27 მოიგებს რა, წამოიღებს ძალიან თავისუფლად.
თავარია წონის კლება როგორ მიდის და მე მგონია რომ მაინც უფრო ქვესაშუალო წონის მებრძოლი უფრო არის კრის კურტისი ვიდრე საშუალო წონის და გაბარიტებზეც ეთყობა და სიმაღლეზე რა. გამხსნელი ჩხუბი უკვე მეინ კარდის არის ჯუნიორ ტაფა, ტუკო ტოკოსი. ჯუნიორ ტაფაც ჩიდის და კრის კურტისის მსგავსად არის ჩამოსული ზედა წონიდან ქვედაში. იყო მძიმე წონოსანი, სადაც აი ფოტოს ამოვანათებ რა, აქ საკმაოდ დიდი იყო რა. დიდი, ოღონდ მასიური არ იყო, იყო მსუქანი ტიპი რა. ანუ ეთყობოდა რომ ზედმეტ წონას ატარებდა ძალიან და ახლა რაც ჩამოვიდა ქვემძიმე წონაში, ანუ ეს ფოტოები რო დაიდო, რომელსაც აი აქ ამოვანათებ, არის ძალიან ათლეტური და მართლა მაგარ ფორმაში არის რა და ხვდება ტუკო ტოკოს, რომელიც აი მგონია რომ უნდა შემოაკვდეს რა პირველივე რაუნდში. ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ახლა ჯუნიორ ტაფაც არ არის რაღაც სასწაული მებრძოლი, თუმცა მაინც მგონია რომ ტუკო ტოკოსზე უკეთესი არის ბევრად და მგონია რომ პირველივე რაუნდში რომ მოარტყამს, აი იქ მორჩება ყველაფერი რა. ამიტომ მგონია რომ საკმაოდ კარგი გამხსნელი ჩხუბი არის მეინ კარტისთვის და შემდეგი მოკლედ დუხს არაგდებს UFC და ვიტორ პეტრინო ლეინს ხვდება და ბევრს არ ვილაპარაკებ ამ ჩხუბზე, იმიტომ რომ იქით ძალიან ბევრი კარგი ჩხუბი არის, 4 ბრძოლა რჩება. ერთს ვიტყვი რომ მგონია რომ პეტრინო პირველივე რაუნდში მოაწყვიტავს თავს და დაამთავრებს ყველაფერს რა. მძიმე წონაა თან და მძიმეში ისედაც ეგრე არის, ხო ვისაც უნდა გაარტყა მორჩენილია, თუმცა მაინც მგონია რომ პეტრინო აი პირველ წუთში მგონია რომ მოაწყვიტავს თავს, რაღაც სასწაული თუ არ მოხდა, ჩემი აზრით. და ეხლა გადავდივართ ბრძოლაზე, რომელიც მგონია რომ Fight of the Night იქნება ნეშვილის კარდის. ნეით ლენდვერი, მორგან შარიეს წინააღმდეგ. ლენდვერი სახში ჩხუბობს, ფრანგი შარიეს წინააღმდეგ და ორივე არის, აი იცით როგორი მებრძოლი, აი ჩეხაობა რომ მაგრად უყვართ რა, აი უზომოდ რო უყვართ. ლენდვერი აი ეგეთი ტიპი არის, რომ მაგრად ევასება რომ ხვდება რა და რო ხვდება, აი მაგრად რო დაჟეჟავენ, მერე იწყებს მაგრად ჩხუბს რა, უფრო და უფრო რა. და ისეთი dog fighter-ი არის, ანალოგიურად dog fighter-ი არის მორგან შარია და გონია რომ აი ძალიან სანახაობრივი ჩხუბი იქნება, მგონია რომ აი სასწაული დაგნარი იქნება და მგონია რომ მაინც სავარაუდოდ შარიე მოიგებს, თუმცა ლენდვერს უპირატესობა აქვს იმის, რომ აი ეს ნეშვილის ხალხი რა, ვინც არის, მოკლედ ყველა მაგას გულშემატკივრს და მოკლედ სახში ჩხუბობს რა და ეგ ძალიან დიდი უპირატესობა არის სხვათა შორის და ისეთი რა, მგონია რომ აი 60-40-ზე არის უფრო შარიეს მხარეს, მაგრამ არ გამოვრიცხავ ლენდვერმაც, რომ მაგრად მოუგოს რა. იმიტომ რომ ისეთი ჩხუბი აი ერთი რომელსაც მოხდება, იქ არის დამთავრებული всё რა. და აი შარიე და ლენდვერი რო იყვნენ ამ კარტზე, აუცილებლად ვიფიქრებდი რომ Fight of the Night იქნებოდა კელვინ კატარის სტივი გარსია, რომელიც არის შემდეგი ბრძოლა. სტივი გარსიაც ჩამოსული მებრძოლი არის მსუბუქი წონიდან, საერთოდ არ იყო მსუბუქ წონოსანი, ჩემი აზრით სტივი გარსია იდეალური არის ჩემი აზრით, ქვემსუბუქი წონა და რატომ? ნუ ეთყობა შედეგებზე ისაც 5 ნოკაუტი აქვს ზედიზედ ქვემსუბუქ წონაში სტივი გარსიას და არ ვიცი რა, ვის გაუკეთებია ეგ რომ სუბუქიდან ჩასულა ქვემსუბუქში და ამდენი ნოკაუტი ქონია, წონასაც მიაქციეთ ყურადღება, ქვემსუბუქი წონა არის რა, featherweight-ი და ძალიან ისეთი კარგი შედეგი არის და სხვათა შორის კარგ სახელსაც ახვედრებენ. კელვინ კატარი კი ბევრი წაგება მოუგროვდა, Holloway-ის შემდეგ ძალიან საერთოდ ჩამოიქცა კატარის კარიერა, ჩემი აზრით, ნუ ერთი ჭიკაძეს შეხვდა და ჭიკაძესთანაც მე ვფიქრობ, რომ აი გიგას რო არ აცდენოდა ფეხი და ძირს ვარ აღმოჩენილიყო, ნუ ეხა ეს ისე გამოდის, რომ ეს რო არ მოხდარიყო, ის რო არ მოხდარიყო და რაღაცა მოიგებდა, მაგრამ მართლა ეგრე არის. მე დღემდე აი ვინც არ უნდა შემეკამათოს და ნუ ქართველი რა თქმა უნდა მაგაზე არ შემეკამათება, მაგრამ ზოგადად ვიძახი, ვინც არ უნდა შემეკამათოს, ვერ დამარწმუნებს, რომ კატარი არის გიგა ჭიკაძეზე უკეთესი და რაღაც მსგავსი. მე დღემდე 100% ვარ დარწმუნებული იმაში, რომ გიგა უკეთესი სტრაიკერიც არის და უკეთესი შემდგარი MMA-ის მებრძოლიც არის. რა უბრალოდ ესეთი სპორტი არის MMA, ძალიან არაპროგნოზირებადი, შეიძლება ნებისმიერი პატარა ზემოქმედებით დათმო ბრძოლა და ყველაფერს ძალიან დიდი შედეგი ქონდა საბოლოო ჯამში. ამიტომ კატარმა კი გაიმარჯვა საბოლოო ჯამში ბრძოლაში, თუმცა კატარი Holloway-ის მერე კატარი აღარ არის.
ხოლო იმ საერთოდ მნიშვნელოვანი დარტყმების რეკორდიც დაამყარა კატართან ბრძოლაში, საერთოდ სახეშიც არ უყურებდა ტიპს, ისე ურტყავდა და მოკლედ კატარის მგონია რომ ბოლო ბრძოლას ვნახულობთ, იმიტომ რომ სტივი გარსია საკმაოდ კომფორტულად არის ამ ზონაში და მგონია რომ ესეც დოგფაითი იქნება. გრეპლინგი ნაღდად არ წარმოვიდგენია და ალბათ ვერც ვნახავთ ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ სტივი გარსია ოცნებობს საერთოდ ეგეთ მებრძოლებზე, რომ ფეხზე დაუდგნენ და ფეხზე იჩხუბონ. კელვინ კატარიც სტრაიკერი ტიპი არის და შეხვდნენ ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი სისხლი იქნება ამ ჩხუბშიც და დარწმუნებული ვარ, რომ დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მაინც მგონია უფრო დიდი ალბათობით, რომ სტივი გარსია დაანოკაუტებს. უბრალოდ მგონია, რომ უფრო გვიან რაუნდებისკენ იქნება ეგ. და კომენ ბრძოლაზეც მივედით, ვეტერანი მაგარი პროსპექტის წინააღმდეგ. სტივენ ტომპსონი, იგივე ვანდერბოი, ხდება გაბრიელ ბონფიმს, ისმაილ ბონფიმის ძმა არის გაბრიელი. ისმაილი, ძმები ერთად მოვიდნენ, მოკლედ დაუმარცხებლები, ვინც აიცით UFC-ში და მოკლედ საკმაოდ კარგად დაიწყეს, თუმცა ისმაილი უფრო ნაკლებად შემდგარი მებრძოლი მგონია ვიდრე გაბრიელი, იმიტომ რომ ბონფიმი, ოღონდ გაბრიელი უფრო კარგი მოჭიდავეც არის, უფრო მშვიდიც არის რა, არ თმობს პოზიციებს გრეპლინგის დროს, აი ბრძოლებს რო ჩართოთ, დიდად არ რისკავს ხოლმე და ეგეც მნიშვნელოვანი არის, რომ საჭირო დროს, საჭირო პოზიცია შეინარჩუნო და საჭირო დროს, საჭირო შეტევა განახორციელო რა, გრეპლინგში ეგ არის უმთავრეს. და ამიტომ გაბრიელი უფრო შემდგარი მებრძოლი მგონია და ისედაც რეკორდებსაც თუ ჩავხედავთ, ახლა UFC-ში ერთი წაგება აქვს გაბრიელს და ისმაილი რამოდენიმე წაგებით არის უკვე და მოკლედ გაბრიელი მაინც უფრო ასე ვთქვათ მომავალს უწინასწარმეტყველებ ეგეთი მებრძოლი არის რა, კარგი პროსპექტი არის და ხდება ვანდერბოის 42 წლის ლეგენდა არის ჩემთვის ეს ადამიანი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის სუბიექტურად. ტომპსონი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან განსხვავებული ბრძოლის სტილი აქვს. სანამ ვენომ პეიჯი მოვიდოდა UFC-ში და დიდი ხანი არც არის, იქამდე მე ამ სტილის მებრძოლი არ მყავდა ნანახი UFC-ში თუ რავი რაღაც ისე არ მეშლება რა და შეიძლება არ მახსოვს, თუმცა ვანდერბოის სტილი მაინც ყოველთვის გამორჩეული იყო და ეგრეც არის რა, ჩამოშვებული ხელებით კარატეს დგომით ჩხუბობს და ძალიან სანახაობრივი სტრაიკერია და თავარი რაც არის რა, ტიპს რო შეხედავ, საერთოდ ვერ მიცემ 42 წლის ასაკს. და რატო? იგივენაირად მოძრაობს, იგივენაირად ურტყამს, დარტყმის ძალა რა თქმა უნდა არ ქრება, თუ არ ჩაბერდი ბოლომდე და რაღაცა, დარტყმის ძალა გექნება. მაიკ ტაისონსაც ხონდა დარტყმის ძალა ჯეიკ პოლთან რა. და მოკლედ ვანდერბოი ძალიან ისე უდგება რა თავის თავს. ძალიან ისე პროფესიონალი არის და დღემდე ფორმაში არის რა, მაგრამ არის უბრალოდ ერთი თემა ის არის, რომ ბაკლისთან ეგ გამოჩნდა, რომ გვიან რაუნდებში კარდიო მაინც ურტყავს რა ცოტა და ბაკლი მოარტყა და ნოკაუტა რა. იდეაში და ტექნიკური ნოკაუტი იყო, მაგრამ გაუტარა რა მოკლედ და მოუგო და ისე რავი, ჰოლანდთან ჩხუბიც რო ავიღოთ, ჰოლანდს ისე მოუგო, რომ კუთხე მაგარ გააგრძელა საერთოდ ბრძოლა მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით ტომპსონმა ისეცემა. მოკლედ ახალგაზრდა კევინ ჰოლანდი, თან როგორი, ანუ კევინ ჰოლანდზე კიდე ბევრი ესასაუბრო, მალევე 318-ზე ისე ვნახავთ და მოკლედ მაინც საბოლოო ჯამში მე მგონია რომ აქ უფრო გეგმების დაპირისპირება იქნება, ანუ ტომპსონის გეგმა ნათელი არის, გამოვა, ფეხზე დაუდგება სტრაიკინგში და ბონფიმი თუ გაუჩერდება, მე მგონია რომ წააგებს აუცილებლად ასაკმა არ მოგატყუოთ ბონფიმის სტრაიკინგს მილიარდჯერ ჯობია 42 წლის ტომპსონის სტრაიკინგი, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, თუ საპირისპიროს დაგუმტკიცებს, მაგრად გამიხარდება რა. იმიტომ რომ ბონფიმი ძალიან მომწონს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ბონფიმის გეგმა უნდა იყოს ის, რომ გამოვიდეს და აუცილებლად უნდა იჭიდავს. ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში, ეგ იქნება გამარჯვების, რავი, საწინდარი, როგორც სიტყვიან რა. ამიტომ გეგმების დაპირისპირება, ჩემი აზრით, თუ ბონფიმი სწორი გეგმით გამოვა, აუცილებლად მოიგებს. იმიტომ რომ საშლად დაღლის გრეპლინგში ტომპსონს. ხოლო, მთავარი ბრძოლა რაც არის რა, ასევე ვეტერანი, ასევე უმაგრესი ჰევივეითის პროსპექტის წინააღმდეგ არის ტალისონ ტეიშეირა, დერიკ ლუისის წინააღმდეგ, საკმაოდ საინტერესო ბრძოლა არის. შეიძლება ტეიშერია ძალიან ფეივორიტი
და ძალიან ფავორიტი უпростоრეთ იყოს დერიკ ლუისთან, თუმცა ლუის, ჯერ წონა რო ავიღოთ, ჰევი არის, ძიმე წონა არის და აქ ვინც უნდა იყოს ფავორიტი, ერთი გატარება არის და მორჩენილია რა. და მით უმეტეს დერიკ ლუის ხელების მაგივრად აქვს, რავი, აი ჩაქუჩები აქვს, რასაც ქვია, ერთი დარტყმა და მორჩენილია და ტეიშეირას პლუსები მთავარი რაც არის ის რომ ძალიან ძლიერი არის, ძალიან ისეთი არის რა, მაღალი არის და ჯონ ჯონსის რეკორდი მოხსნა სხვათა შორის წვდომში, რაც UFC-ში მოვიდა, ერთი ბრძოლა აქვს უჩატარებული, ახლა ხანს გამოჩნდა ტეიშეირა, ტაფა დაანოკაუტა 30 წამში. და მოკლედ ხელის წვდომი აქვს უზარმაზარი, აი ძალიან დიდი და თვითონაც ამ სიმაღლეშიც ძალიან დიდი არის. დაუმარცხებელი ბრაზილიელი მებრძოლი არის. დერიკ ლუისი კი რავი რა ლეგენდას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ კამარი დიდად არ ქონია და თან ტიპაჟიც რაღაც ისეთი იყო რა, თვითონაც არასდროს არ უნდა და კამარი, მაგარი ეკიდა კამარი, მაგრამ ერთხელ იჩხუბა, მოკლედ კორმიე, თუ არ ვწდები კორმიესთან იჩხუბა და კორმიემ მოუგო რა. თუ არ ვწდები, ოღონდ ზუსტად არ მახსოვს. და მოკლედ მაინც ტოპებში ინარჩუნებდა ადგილს რა დერიკი და ახლაც რა ერთი თუ გაატარა მორჩენილია და ასეთი ანდერდოგი ჰევიში ჩემი აზრით არ უნდა იყოს, მით უმეტეს დერიკ ლუისნაირი მებრძოლი, რომელიც თავებს აწყვიტავს ტიპებს რა. ამიტომ გონია რომ ნეშვილის კარდი საბოლოო ჯამში იქნება ძალიან სანახაობრივი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვინმეს თუ გინდათ რომ ყურება დააწყებინოთ, აუცილებლად აყურებინეთ ამ კარტს. და თუ არავის არ აწყებინებთ ყურებას, თქვენთვისაც მაგრად გაგისწორდებათ აუცილებლად პრელიმინარი კარტიდან ჩაუჭექით, ძალიან მაგარი კარტი იქნება. და ახლა რაზეც მინდოდა საუბარი, ნიუსების ბლოკი არის მოკლედ ბოლოსკენ და რამოდენიმე ისეთი საინტერესო სიახლეები დაგროვდა რა. ერთი ის მინდა ვთქვა, რომ ილია თოფურიას ბრძოლას არ შევხებივართ ესე. კი, ორი კვირა გავიდა, თუმცა იგივე ემოციები თუ არ ახლაც, აი როგორც რომ დავინახავ, რომ სუბუქწონაში მეფე ადგილზე არის, ილია თოფურია ადგილზეა და იმ მომენტს რო ვნახულობ, როცა ჩარლზ ოლივეირას არ ტყავს ხელს, აი ისევ იგივე ემოციები მაქვს რა. წინა პოდკასტი რადგანაც არ ჩაგვიწერია, ეგ მაგაზეც მინდა ვისაუბრო, რომ ილია მოკლედ უპირობო undisputed ჩემპიონი არის მსუბუქი წონის ოფიციალურად. ორი წონის ჩემპიონი ყავს ქართველებს, რაც არის მოვლენა ნამდვილად და არ ვიცი რა, სულ აქვს ხალხო 10 კაცს ეგ გაკეთებული MMA-ის ისტორიაში, რომ ორი წონის კამარი მოიგო და თან როგორ, ანუ ილიამ მივიდა ქვემსუბუქ წონაში, მოიგო, დაიცვა. წამოვიდა მსუბუქ წონაში, ისლამ მახაჩევი გაიქცა დროებით, მაგრამ გააქცია, მოდი ესე ვთქვათ. ისლამ მახაჩევი გააქცია, კამარი დაატოვებინა და მოიგო ეს კამარი და აუცილებლად დავიცავთ. და მთავარი რაც არის ახლა რა, პედისთან face-off შედგა, თუმცა პედისთან ბრძოლა ნაკლებ სავარაუდო მგონია, გამომდინარე იქიდან, რომ ტიპი არის მე-10 ნომერი და თან მოუგო აი Washed ტიპებს რო ეძახიან რა, აი ზუსტად Washed Chandlers და Tony Fergusons და რაღაც ასეთ ხალხს მოუგო და ჩემი აზრით ლეგიტიმაცია იმის რომ კამარზონე იბრძოლოს პედი პიმბლეტმა ახლა რავი არ მგონია რომ სწორი იყოს და იდეაში ცარუკიანიც ძალიან ისეთი თემა არის, ჩემი აზრით ცარუკიანი პიმბლეტი უნდა ჩანიშნონ და რავი მე ვიჩხუბოთ, არ არის პრობლემა. თუმცა ის თემა არის, რომ მაშინ მალე უნდა მოხდეს ცარუკიანი პიმბლეტის ჩანიშვნა, მაგრამ მგონია, რომ მაგ ბრძოლით თუ ეგ ჩაინიშნება, UFC აუცილებლად, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში აუცილებლად დაკარგავს იმ money fights, რომელსაც ქვია ილია თოფურია პედი პიმბლეტის წინააღმდეგ, იმიტომ რომ მგონია, რომ ცარუკიანი ალბათ გაანადგურებს პირდაპირ პედი პიმბლეტს. ამიტომ მოკლედ საინტერესოდ მიდის ამბები, ჩემი აზრით ილიას გეგმა არავინ არ იცის, თუმცა მე მაინც მგონია ასე, რომ ილიას გეგმა იქნება, რომ დაიცვას კამარი და გამოიწვიოს შემდგომ ისლამ მახაჩევი. თუმცა, აი ახლა ერთ-ერთი სიახლე რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ ილიას პირდაპირ, ილიამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ პირდაპირ მითხრა UFC-მ, რომ არ მინდა და არ გველაპარაკო ზედა წონაში ასვლაზე ჯერჯერობით. თუმცა მე მგონია, რომ ფიზიკურად ვერ გააჩერებენ ილიას თუ მოიგებს, უბრალოდ თუ დაიცავს მსუბუქი წონის კამარს, ანუ
რავი, რა ქნას ისლამ მახაჩევივით, მე იაროს და აი ეს პორიე და ნუ პორიე აღარ იქნება, მაგრამ გეიჯი და გაყვეს და ანუ ეს ხალხი გაწმინდოს, ანუ სისულელე იქნება ჩემი აზრით და ტყუილად მოცდენა იქნება ილიასი რა. ამიტომ მგონია რომ როგორც კი დაიცავს ერთხელ კამარს და თავის ლეგიტიმაციას შემატებს, როგორც ქვემსუბუქიწონის კამარი დაიცვა, დაცვას უფრო დიდი ფასი აქვს რა შემდგომ კონორმაც მოიგო თუნდაც ქვემსუბუქიწონის კამარი და მსუბუქიწონის კამარი, თუმცა არც ერთი არ დაიცვა და რავი, ჩემი აზრით, საერთოდ არ აქვს ეგრე ფასი რა, ეხა ედი ალვარესთან მოგებულ კამარს, რომელსაც არც იცავ, ჩემი აზრით არ აქვს საერთოდ ეგეთი ფასი. კი, რა თქმა უნდა, ორი წონის ჩემპიონი იყო კონორი, მაგარი მებრძოლი იყო, თუმცა ეს უფრო უკეთესია, რა თქმა უნდა, რა, როდესაც კამარს იცავდა. ამიტომ მგონია, რომ ილია დაიცავს კამარს და აუცილებლად მახაჩევი იქნება შემდეგი თუ მახაჩევი ქვესაშუალო წონის კამარს მოიპოვებს. ალბათ იდეალური სცენარი ეგ იქნება, რომ მესამე წონის კამარსაც შეუტიოთ შემდეგ. ხოლო მახაჩევს რაც შეეხება მახაჩევის კემპმა, მახაჩევი კემპში არის, მოკლედ, აიხანია კემპშია, მაგრამ ეხლა უფრო აქტიურად მიმდინარეობს ქვესაშუალო წონის კამარისთვის მოსაპოვებლად უბრალოდ ემზადება მადალენასთან შესახვედრად და ესეთი ინფორმაცია გამოვიდა მისი კემპიდან, რომ ნოემბერში აპირებს ბრძოლას და არ იქნება ეს ამერიკის ფარგლებს გარეთ, ანუ ამერიკაში ჩაატარებს ბრძოლას. შესაბამისად აუცილებლად შედგება MSG-ზე, Madison Square Garden-ზე მისი ბრძოლა მადალენას წინააღმდეგ და იქნება ეს ნოემბერში. ნუ ჯერ ესე ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა კემპისგან მე ეგრე გამოვიდა სიახლეები, რომ ნოემბერში იჭყვებს ისლამიო და მე ყოველ შემთხვევაში დიდი იმედი მაქვს, რომ მოიგებს რაღაცა იმ თავის ოცნებას აისრულებს ისლამიც და მე ამ გაქცევასაც საზღვარი ხო აქვს, ხო? ანუ სავარაუდოდ შემდგომ თვითონაც მოინდომებს ალბათ ილიასთან შეხვედრას. მე ყოველ შემთხვევაში ეგრე მგონია და მოკლედ ველოდებით ნოემბერსაც საკმაოდ საინტერესო კარდები გვაქვს დარჩენილი წლის ბოლომდე და ისლამს რაც შეეხება კიდევ ერთი ინფორმაცია არის ის, რომ კამარუსთან უნდათ ბრძოლა, თუმცა მოკლედ შევეხები, რომ ძალიან ფანტაზია მგონია და ფანტასტიკა მგონია კამარუ უსმანთან შეხვედრა, ბაკლის მოუგო რა, ანუ გავიგეთ, რომ ქვესაშუალო წონის ერთ-ერთი გამორჩეული ჩემპიონი იყო, თუმცა საერთოდ არ მიმაჩნია ბაკლისთან მოგება კამარზე გამსვლელად რა. ამიტომ მოკლედ ველოდებით მოვლენების განვითარებას და ერთ-ერთი კიდევ სიახლე რაც არის ქართველებთან მიმართებაში არის მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით, ნუ სენჰეგენს რო ხვდება, ყველა ვიცით, როგორც კი ომალისთან კამარი დაიცვა, სენჰეგენი გვიჩვენს ეგრევე ეკრანებზე, ისედაც ერთადერთია ვინც არ უცემია მერაბს, ვისთანაც კამარი არ დაუცვია და ამიტომ ნუ სენჰეგენი 99% გადაწყვეტილი იყო და ახლაც რამოდენიმე წყარო, ასე ვთქვათ, გააჟღერა. ეგ ნუ ჯერ ოფიციალური არ არის და შესაბამისად ოფიციალური რადგანაც არის არ ვენდობით, სანამ არ ჩაინიშნება, თუმცა UFC 320-ისთვის უმიზნებენ მერაბი სენჰეგენს და მერაბი სასწაული კაცია რა. ჩემპიონები არიან, ეხლა ანკალავმა მარტში მოიგო კამარი. და აღარ უჩხუბია იმის მერე რა, ძალიან ისეთ პარალელი რო გავავლოთ რა. ან თუნდაც აი მახაჩევი ავიღოთ, აი თებერვალში მერაბთან ერთად დაიცვა კამარი. იანვარში კი ბატონო, მადლობა. იანვარში დაიცვა მერაბთან ერთად კამარი და მერაბმა იმის მერე ომალისთან ჩხუბა და ახლა უკვე კიდე ერთი ჩხუბი ენიშნება და სასწაული კაცია რა, ესეთი აქტიური ჩემპიონი, არ ვიცი, მართლა სუპერსტარი არის ილიასთან ერთად და უმოკლედ ქართველებს მიყვავს რა, მთელი UFC და ამიტომ 320-ზე სავარაუდოდ მეც მგონია რომ აი ეგ პერიოდი მოუწევს, იმიტომ რომ მერაბმა თქვა რომ მინდა რომ აქტიური დავრჩეო, თან ერთი თემა ისიც არის რომ ჰანტერს შეხვდა მერაბი და იქ პოსტიც გამოაქვეყნა მე ინსტაგრამზე მერაბმა რომ მინდა რომ აქტიური დავრჩე, ვისაუბრეთ, კარგი საღამო იყო ასე შემდეგ და ნუ მოკლედ ნიუს ველოდებით მალე და ჩემი აზრით უფრო 320 იქნება ჩემი აზრითაც. ხო, და ყველაზე მთავარი რაც მოხდა ახლა ამ ბოლო პერიოდში არის ის, რომ ტრამპმა დაანონსა 2026 წლის ივლისში ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თუ რაღაც მსგავსი UFC-ს კარდი თეთრი სახლის ეზოს მიმდებარედ, ეზოში რა მოკლედ რა. აპირებენ რომ არენა აშენონ 25000 კაციანი და გააკეთონ ისეთი კარდი, სადაც ძირითადად საჩემპიონო ბრძოლები იქნება.
და საინტერესო იქნება ქარდი თვითონ, იმიტომ რომ რამოდენიმე მებრძოლი გამოეხმაურა, იყო კონორ მაკგრეგორი, მაგალითად, ტიპმა დააფოტოშოპა დაზე ფოტო, დადო, დატვიტა და დააწერა, რომ მოკლედ მოვდივართო რა, ჩენდლერი მოთაგა დაჟე. და უნდა თეთრი სახლის ქარდზე ბრძოლა და ნუ მარტივ მისახვედრია ხა კონორს ისიც აქვს, რომ რაღაც კენჭის რაც უნდა პრეზიდენტობას და ამ შემდეგ და რაღაც კავშირებს აფართოებს რა ჯიგარი რა. ხო და ისედაც მოკლედ ჩემი აზრით თუ სადმე უნდა შედგეს ეს ბრძოლა, ჩენდლერი მაკგრეგორი ალბათ ყველაზე კარგი იქ კარდი იქნება, თუმცა არ ამჯერა რა, სულ ჩანიშნო მართლა არ ამჯერა, სანამ აი ტიპები ფეხს არ დადგავენ ოქტაგონზე რა. ეხლა ჩენდლერი 1000% ვიცი რომ გამოვა და იჭხუბებს, არა პრობლემა, თუმცა აი მაკგრეგორის ნახდა დამჯერა, იმიტომ რომ სასწაულად კრეკჰედი არის უკვე რამდენი ხანია რა. ხო, კიდე გამოეხმაურა სულ ახლა ხანს UFC-დან გაქცეული GOAT-ი, ჯონ ჯონსი და თქვა რომ ძალიან მინდაო რომ ამდენი წლის შემდეგ, ვაი 23 წლის ხო გავხდიო ჩემპიონი. ამდენი წელი ხო ვიცავდიო და ძლივსო, აი სიტუაცია მაქვს ისეთიო, რომ ჩემზე არ ინადირონ და მე ვიყო ჰანთერიო, ანუ მე ვიყო მონადირეო რა. და მოკლედ ასპინალს გაუგზავნა მესიჯი ასე ვთქვათ, მაგრამ აი პროსტა ვერ ხვდები სად იყავი აქამდე, ანუ შეგეძლო რომ გეჭხუბა რა, ანუ ამდენი ხანი ტიპესთან დაიცავი კამარი, ხო? რაღაც რას გარბოდი მაშინ? ან თუ გარბი ხარ ერთ კვირაში რატო წერ, ხო? ცოტა სისულელეა. მე ნაკლებად სავარაუდოა ჩემი აზრით, რომ ეგ ბრძოლა მაინც შედგეს, თუმცა ეგეც როგორც კონორის ჭუბი, აი ეგ ბრძოლა მართლა უნდა შედგეს, თუ შედგება. მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა ჯონსი თავისუფლებაზე იყოს მაგ დროს, იმიტომ რომ იმდენ რაღაცას ტენიან და იმდენ რაღაცა ტიპს გაკეთებული, ეხლა სასამართლოებში არის, შეიძლება შეაბრუნონ ციხეში და რა ვიცი რა, შეიძლება მაგ დროს არ იყოს გარეთ, ან შეიძლება ტრამპმა გამოიყვანოს, მოდი ჯიგარო იჭხუბე შეbrunდე, ან თუ მოიგებ გამოგიშვებ, ან რაღაც ეგეთი გაუწევს, არ ვიცი. მოკლედ ჯონ ჯონსი საინტერესო იქნება რა მაინც და ქარდს ჩემი აზრით კიდე დაამშვენებდა მერაბი პანტოჟა. ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა იქნება ჩემი აზრით, ოღონდ აუცილებლად 5 რაუნდიანი უნდა იყოს. იმიტომ რომ 5 რაუნდი უფრო გვაწყობს კიდევაც და თან იმდენად ლამაზი იქნება გრეპლინგის ყურება ამ ორ მებრძოლს შორის, რომ ჩემი აზრით 3 რაუნდი არ ეყოფა მაგ ამბავს რა. და ჩემი აზრით უნდა იყოს მოკლედ პანტოჟა მერაბიც მან და ილია მახაჩევისთვის არის აი უიდეალურესი დრო. 1 წელი არის იქამდე. ილია აუცილებლად მოასწრებს ერთ კამრის დაცვას და მახაჩევი მოიპოვებს კამერს. და რაღა დარჩა 6 თვე გავა და ზაფხულის პერიოდია უკვე, ზაფხულში ეს კარტიც იქნება, თუ შედგება ოღონდ ეს არის ჰიპოთეტურად რა, ეს ნათქვამი, რომ ტრამპს უნდა რომ გაკეთდეს, თუმცა იმდენი რაღაცაა ტრამპის სიტყვის უკან კიდე იმდენმა ადამიანმა გადაწყვიტოს ეგრო რა. მაგრამ თუ შედგა ილია მახაჩევისთვის არის აი უიდეალურესი დრო არის რა. ზაფხული, თეთრი სახლის კარდი, სუპერსტარი, ნუ მახაჩევიც ახლა გინდა არ გინდა სუპერსტარია. ნუ სუპერსტარი ვერ არის, უფრო რაღაც ქვევით არის, მაგრამ ხო ხდებით რა. ამიტომ მგონია რომ უიდეალურესი სიტუაცია იქნება ილია მახაჩევის ჩასანიშნად. მესამე წონის გამარჯვება ქვესაშუალო წონაში. და ჩემი აზრით ეს უბრალოდ ჩემი სურვილი არის რომ მოხდეს, ნუ ჰოლოვეი თუ დაიცვა კამარი პორიესთან, მაგრამ თუ რომც არ დაიცვას, მაინც ლეგიტიმურია ეს ჭუბი მაგ კარტისთვის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჰოლოვეი ამერიკელი არის და თეთრი სახლის კარტზე ხა ამერიკელები უნდა იყვნენ, ხო? აბა სხვა ვინ იქნება და ჰოლოვეი მაურისიო რუფი მგონია რომ ძალიან მოუხდება ამ კარტსაც. მე მგონია რომ ულამაზესი ჭუბი იქნება მათ შორის და მგონია რომ სავარაუდოდ შეიძლება მოხდეს ეგეც რა. ნუ თუ სხვანაირად წავიდა ამბები, შეიძლება ილია რუფიც ჩაინიშნოს, მაგრამ სანამ რუფი კონტენდერად ამოვა, იქამდე ილია სავარაუდოდ წასული იქნება უკვე ამ წონით კატეგორიიდან და ალბათ შეიძლება კრივშიც იყოს უკვე, მაგრამ კრივში არ ამგონია რომ იყოს, მაგრამ უფრო მგონია რომ სხვა მიზნებისთვის იქნება წასული. ამიტომ ასე მორჩა მოკლედ ნიუსების ბლოკიც
ნეშვილის კარცად შეეხება, ეხლა ცოტა შორს წავედით თეთრი სახლის კარზე, თუმცა ისეთი აქტუალური თემა არის და ნეშვილის კარცად შეეხება, აუცილებლად ნახეთ. მგონია, რომ ძალიან კარგი ივენთი იქნება რა და იმედია იმედებს არ გაგვიცრუებს და დაგემშვიდობებით ახლა მოკლედ ჩაუჯექით ნეშვილის კარცს და შევხვდებით იქითა კვირაში უკვე ლადოსთან ერთად და დაიმონდს გავაცილებთ მოკლედ რა MMA-დან ამ ლეგენდას და მოკლედ შევხვდებით იქითა შაბათს დროებით. ჰა?